ყოველ პარასკევს 13 საათზე რადიო გრუნი წარმოგიდგენთ პოდკასტ სტუდენტის დღიური. გაიცანით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები. ჩვენ მოგიყვებით მათ განვლილ გზაზე, აბიტურიენტობიდან სტუდენტობამდე. პოდკასტი სტუდენტის დღიური თქვენი მოტივატორი გახდება. გვისმინეთ ყოველ პარასკევს 13 საათზე რადიო გრუნიზე. მოგესალმებით, რადიო გრუნი წარმოგიდგენთ პოდკასტ სტუდენტის დღიური, მე მისი წამყვანი ნანკა ძანაშვილი ვარ. 2025 წლის 5-დან 12 ივნისის ჩათვლით გრუნის პარტნიორული ორგანიზაცია გიდას მხარდამჭერით ესპანეთის ქალაქ ვალიდეპენსიაში განხორციელდა პროექტი Hidden Figures Use Voice in Media Equality. ერასმუსის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები ანა მარია ქუთათელაძე, გიორგი მორჩილაძე, ანასტასია მგალობლიშვილი, ელენე არდაშელია და მარიამ სვიანიძე მონაწილეობდნენ. გრუნის სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული აქტივობებში, გამოცდილებებსა და უზიარებდნენ უცხოელ სტუდენტებს მას და წარმოაჩენდნენ საქართველოს კულტურას. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობდნენ 6 ქვეყნიდან 30-ზე მეტი ახალგაზრდები. საქართველოდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, სერბეთიდან, ჩეხეთიდან და ასევე ესპანეთიდან. პროექტი Hidden Figures Georgia Voice in Media Equality ევროკავშირის დაფინანსებით ერასმუსმა განახორციელა. სწორედ ამ პროექტის შესახებ ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან გრუნის სტუდენტები გიორგი მორჩილაძე და ელენე არდაშელია. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით ვისაუბროთ სულ თავიდან. ელენე, მაინტერესებს როგორ შეიტყვეთ ამ პროექტის შესახებ უშუალოდ და რა კრიტერიუმებით შეირჩნენ მონაწილეები? პირველ რიგში მოგესალმები ნანკა, მივესალმები მსმენელს და მადლობას გიხდი მოწვევისთვის. რაც შეეხება შენ შეკითხვას, აბიტურიენტობის პერიოდში მონაწილეობა მივიღე თინ აკადემიის პროექტში, რომელსაც ატარებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ყოველწლიურად და აქ გავიმარჯვე და ჯილდოს სახით მოვიპოვა ეს Erasmus Plus-ის პროექტი. და თინ აკადემიაში ვინც შეძლო და მოიპოვა ამ კონკრეტულ პროექტზე, ის ადამიანები წავედით ესპანეთში. და გიორგი, მაინტერესებს რა მოლოდინები ქონდა ესპანეთში გამგზავრებამდე და როგორ გაამართლა შენმა მოლოდინება, რამე დაბრკოლებებს ხომ არ წააწყდით? მეც მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. რაც შეეხება მოლოდინს, მოლოდინი იყო თავიდანვე პოზიტიური, ესე ვთქვათ, ველოდით რომ იქნებოდა საინტერესო პროექტი, თან თემა იყო გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ და ეს მათ შორის ქართული მედიისთვისაც და არა მხოლოდ ქართული მედიისთვის ეს გაირკვა პროექტის მიმდინარეობისას, როცა ერთმანეთს უზიარებდით ჩვენ შეხედულებებს, ზოგადად რთული საკითხი არის და კომპლექსური, ამიტომ მასში გარკვევა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მინდა ვთქვა აბსოლუტურად დარწმუნებით და დაბეჯითებით, რომ პროექტის ბოლო დღეს, როდესაც უკვე ეს პროექტი დასრულდა, ჩვენ ყველას ჰქონდა ესეთ განცდა, რომ არ გვინდოდა რომ ეს პროექტი დასრულებულიყო, იმიტომ რომ იყო ძალიან საინტერესო. ანუ მოლოდინი თავიდანვე პოზიტიური იყო, მაგრამ გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს, ესე ვთქვათ, და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დაბრკოლებებს რაც შეეხება, ფაქტობრივად არავითარ დაბრკოლებას არ შევქმნათ, იყო რაღაცა ტექნიკური საკითხები, რომელზეც თავიდანვე ვფიქრობდით, აი მაგალითად კომუნიკაციის თვალსაზრისით, რამდენად მარტივად შევძლებდით კომუნიკაციას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ, თუმცა პროექტის აქტივობები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ეს ბარიერი თავიდანვე გადალახულიყო. ერთ-ერთი პირველი აქტივობა სწორედ ეს იყო სამწუთიანი მინი ინტერვიუები სხვადასხვა საკითხზე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ეს ბარიერი თავიდანვე მოიხსნა, ესე ვთქვათ, არავითარ დაბრკოლებას არ წავაწყდით პროექტის მიმდინარეობისას. ელენე, პროექტის ფარგლებში რას გაიცანით უშუალოდ და რა სახის გამოცდილებებით დაბრუნდით უკან ქვეყანაში? პირველ რიგში იყო უამრავი აქტივობა თვითონ მთავარი თემის გარშემო და მით უმეტეს ეს ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პირდაპირ მედიას ეხებოდა ეს პროექტი. იყო უამრავი აქტივობა, ფიზიკური აქტივობებიც და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დანიშნულებაც ის არის, რომ მოხდეს კულტურათა გაცვლა მონაწილეებს შორის, შესაბამისად იყო იქ კულტურული საღამოებიც და მათაც გავეცანით. ასევე სულ დატვირთულები ვიყავით მსგავსი აქტივობებით და ანუ არც ერთი წამი არ იყო ისე, რომ არაფერი გვეკეთებინა ან არაფერი არ გაგვეგო და შესაბამისად მართლა ძალიან კარგი გამოცდილება იყო ეს ყველაფერი. გიორგი, გქონდათ შესაძლებლობა, რომ უცხოელი სტუდენტებისთვის წარგედგინათ საქართველოს კულტურა, ისტორია და ტრადიციები. მაინტერესებს, როგორ ჩაიარა ამ წარდგენა?
დიახ, კულტურული საღამოების ფარგლებში რასაკვირველია საქართველოს შესახებაც იყო ესეთ საღამო. მინდა ვთქვა, რომ ყველა დაადასტურა პირად საუბრებშიც ელენ დამეთანხმება და ასევე ერთმანეთსაც უზიარებდნენ ამ პოზიციას, რომ საქართველოს კულტურული საღამო ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო იყო, იმიტომ რომ ჩვენი ღონისძიებას ბევრ კომპონენტს მოიცავდა, მათ შორის იყო ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა, მათ შორის იყო ტრადიციული კერძები საქართველოსთვის დამახასიათებელი და რაც მთავარია ის ისტორია, რომელთაც ჩვენ ვამაყობთ ყველანი ქართველები ვამაყობთ და ზოგადად ერთგვარი ქვიზი გქონდა საქართველოს შესახებ და ყველა შეკითხვა იწყებოდა ასე მსოფლიოში ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ ის რითიც ხასიათდება საქართველო და თვითონაც გაოცებული იყო სხვათა შორის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელმა ბევრი რამ იცოდა საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და ამიტომ დიდი მოწონება დაიმსახურა კულტურულმა საღამომ, მეტიც ამ კულტურულ საღამოში იყო როგორც გითხარით ცეკვის ელემენტი, სადაც ელენემ ერთ-ერთი საპატიო ადგილი მოიპოვა, რომელს უკვე როცა ნომინაციების დრო დადგა. ელენე, კონკრეტულად როგორი ტიპის აქტივობებში იღებდით მონაწილეობას და პირადად თქვენთვის რას ნიშნავს პასუხისმგებლობა, რაც ქვეყნის საერთაშორისო დონეზე გაცნობას უკავშირდება? თავდაპირველად პირველ დღეს, როგორც უკვე გიორგიმ აღნიშნა, იყო აქტივობები, რომლებიც დაგვეხმარა, რომ კარგად გაგვეცნო ერთმანეთი და კომუნიკაციები დაგვემყარებინა. ამის შემდგომ დღეებში უკვე უშუალოდ თემის გარშემო იყო აქტივობები. მაგალითად იყო, რომ შევქმენით გაზეთის და ჩვენი თემის გარშემო გავაკეთეთ ამის პრეზენტაცია. ასევე თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი ყვებოდა საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. განსაკუთრებით შევეხეთ დეზინფორმაციის საკითხებს, fake news-ების საკითხებს. ასევე მე განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთ-ერთი აქტივობა, სადაც დაგვირიგეს დიდი ფურცლები, გავყვეს ჯგუფებად და ანუ ამ ფურცლებზე ეწერა თემის სათაური და ამის გარშემო მსჯელობდით, ვაკეთებდით ჩვენს მონახაზებს, ჩვენს აზრებს წერდით და ყოველი 10 წუთის შემდეგ იცვლებოდა ეს ჯგუფები და შემდეგ უკვე ხვის ფურცელთან გიწევდა შენ უშუალოდ მუშაობა და ამით გამოვიდა, რომ 35 ადამიანმა შევქმენით ინდივიდუალურად ჩვენი მოსაზრებებით დატვირთული მსგავსი ფურცლები ამ მედიის თანასწორობის გარშემო, რა თქმა უნდა და შემდეგ ამის პრეზენტაციები გავაკეთეთ და მსგავსი სახალისო, მაგრამ თან საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული ეს ყველაფერი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო და თითოეული მათგანისთვის კულტურული საღამოებისთვის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი განსაკუთრებით ემზადებოდა და ასე ვთქვათ ზერელე და არავინ არ უყურებდა. ამიტომ ვეცადეთ, რომ ჩვენი კულტურული საღამო ყოფილიყო როგორც საინტერესო, ასევე სახალისო. აი თუნდაც გიორგიმ რაც ახსენა, ეგ ქვიზი რომ ჩავატარეთ, შემდეგ გამარჯვებულ გუნდს ვაჩუქეთ საქართველოს თემატიკასთან დაკავშირებული სუვენირებით და ასე შემდეგ და ყოველთვის, როდესაც უბრალოდ თავისუფალ დროს ვლაპარაკობდით ბავშვები, ცდილობდით, რომ ყველაფერი მოგვეყოლა საქართველოს შესახებ და ასევე ისინიც ასე იყვნენ თავიანთ ქვეყნებზე, რა თქმა უნდა. და აქედან გამომდინარე, თითოეული ქვეყნის შესახებ ისეთი რაღაც გავიგეთ, რაც არ ვიცოდით. ნანკა ასევე საინტერესო იყო, დავამატებდი ერთ-ერთ აქტივობას, ტოლედოს გამოწვევას, ეგრეთ წოდებულ ჩელენჯს. ჩვენ ვიყავით ვალდეპენიაში, როგორც შენ უკვე აღნიშნე და ერთი დღე იყო გასვლითი ტური, ასე ვთქვათ, სადაც მარტივი დავალება მოგვცეს ერთი შეხედვით. ეს იყო ადგილობრივები უნდა ჩაგვეწერა, როგორც ჟურნალისტებს. ერთი თემის ირგვლივ, ეს იყო მედიის თანასწორობა, უпростоრად გენდერული თანასწორობის საკითხებზე. რა პოზიციას დააფიქსირებდნენ, დრო რომ ქონოდათ საკუთარი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. და ეს იყო ძალიან საინტერესო გამოწვევა იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ რთული არის ზოგადად ინტერვიუზე, ესეთ ინტერვიუზე ადამიანების დათანხმება ყველგან, ეს მარტო საქართველოს არ ახასიათებს, იქაც იგივე პრობლემას წავაწყდით და ასევე აქ იყო ენის პრობლემა, რა თვალსაზრისით. ძალიან ცოტა ადამიანი ლაპარაკობს ინგლისურად, ხო, ძირითადად ესპანურად ლაპარაკობენ, მაგრამ გუნდებში, დანაწილებულ გუნდებში ერთი მაინც იყო ესპანეთიდან, ხო, ამიტომ თარგმანში და ესეთ საკითხებში
პროექტებში ისინი დაგვეხმარნენ და ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო ეს ჩვენთვის. შემდგომ ამის პრეზენტაციაც გაკეთდა და გარდა ამისა, ამ ეგრეთ წოდებული ჩელენჯის დასრულების შემდეგ ჩვენ მთელი დღის ნახევარი დღის განმავლობაში ფაქტობრივად ქონდა შესაძლებლობა ამ ისტორიულ ქალაქში, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისტორიული რაღაც შეგვხვდება აუცილებლად, დაგვეთვალიერებინა და გავცნობოდით იქაურ სიტუაციას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. და გიორგი, შენგან მაინტერესებს, რას ურჩევდი სხვა ქართულ სტუდენტებს, რომლებიც ერასმუსში მონაწილეობაზე ფიქრობენ? ხო, მე ვურჩევდი, რომ არ იფიქრონ, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და აუცილებლად მიიღონ ეს გამოცდილება. ჩემთვის საზღვარგარეთ ასეთ პროექტში მონაწილეობა პირველი იყო. საქართველოს მასშტაბით მიმიღია მსგავს პროექტებში მონაწილეობა, მაგრამ საზღვარგარეთ პირველი იყო და მე თვითონ აუცილებლად ვაპირებ, რაც კონტაქტი გამოჩნია, ყველგან უკვე ვთხოვე ყველას, რომ აუცილებლად გაგვითვალისწინონ შემდგომ პროექტებში, როდესაც იქნება ამის შესაძლებლობა და მოგეხსენებათ, ჩვენი უნივერსიტეტი გასვლითი პროგრამების თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული არის. და ასევე უნდა ვთქვა, რომ ახსენე, რომ ევროკავშირის მიერ არის ეს დაფინანსებული, სრულად არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეს ერასმუსის პროექტი, რომელშიც ჩვენ მონაწილეობდით და სწორედ იმ ღირებულებებს ემყარება, რასაც ვიზიარებთ ყველა ადამიანი, მიუხედავად ნებისმიერ ტიპის განსხვავებებისა, აი მაგალითად მედიის თავისუფლებაზე, როდესაც მსჯელობდით ან გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ინტერვიუები, როდესაც ჩავწერეთ, ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი იყო თავად ჩვენ მონაწილეებს შორისაც და რესპონდენტებს შორისაც, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასეთ პროექტებს აფინანსებს, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამგვარ ორგანიზაციებთან აქვს ჩვენს უნივერსიტეტს კავშირი და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენოს ყველა სტუდენტმა. არ იფიქრონ, დროულად უნდა გადაწყვიტონ. ელენე, თქვენ როგორ გგონიათ, რამდენად საჭიროა საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება სტუდენტისთვის? რა თქმა უნდა, ძალიან საჭირო არის. განსაკუთრებით მოკლევადიანი გასვლითი პროგრამები ფსიქოლოგიურად ეხმარება სტუდენტს, რომ რაღაც დაბრკოლებები დაძლიოს. მაგალითად, თუ გრძელვადიან გასვლით პროგრამაში გსურს წასვლა, ეს ფსიქოლოგიურად გაცილებით უფრო რთულია, რადგან იქ იწევს, რომ მარტო იყო დიდი დროით, აი მსგავსი პროექტები საერთოდ ყველაფერში დაგეხმარებათ მართლა, იმიტომ რომ იქ უკვე უშუალოდ ხედავ, როგორ უნდა დაიჭირო კომუნიკაცია სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და საერთოდ რა როგორ ხდება და როგორ უნდა გაიკვლიო გზა შენით. შესაბამისად, აუცილებელია გამოცდილების მხრივაც ყველაფერში გამოგადგებათ, იმიტომ რომ თემის გარდა არის კიდევ სხვა რაღაცები, რასაც გასწავლის ეს პროექტები და მთელი ცხოვრება გაყვება. და ბოლოს მაინტერესებს, გაქვს თუ არა სურვილი, რომ მომავალშიც ისე მიიღო მსგავს პროექტში მონაწილეობა? რა თქმა უნდა, მაქვს და რაც აღნიშნე ახლახანს, მეც მინდოდა გრძელვადიან გასვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მქონდა აი შიშები და ეს პროექტი დამეხმარა ამის დაძლევაში და აი ახლა ვფიქრობ, რომ სადაც არ უნდა წავიდე, თავს გავართმევ, იმიტომ რომ უკვე ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე და გამოვცადე რა როგორ ხდება. გიორგი, თქვენ? იგივეს თქმა შემიძლია, აბსოლუტურად ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო, გარკვეული შიშები მქონდა, ესე ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებით, ხო? იმიტომ რომ პირველი გამოცდილება იყო, როგორც გითხარით, მაგრამ ამ პროექტში მონაწილეობის შემდეგ უკვე მეც გადავწყვიტე, რომ აუცილებლად გრძელვადიან პროექტებშიც მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ თავარი ბარიერები რაც იყო, ის უკვე მოხსნილი არის და ზოგადად აი როცა წინა შეკითხვა რჩევა შეეხებოდა, ეხლა შემიძლია დავამატო, რომ თუ მაინც არსებობს რაღაცა ყოყმანი ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო? ჯობია რომ აი ესეთ მოკლევადიანი პროექტში მიიღოს მონაწილეობა სტუდენტმა და შემდგომ უკვე თავად მივა იმ დასკვნამდე, რაც მე და ელენამ უკვე გაგიზიარეთ. კი ბატონო. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც. ჩვენ გრუნის კი კიდევ არაერთ მსგავს საინტერესო პროექტს მე ნანკა ძანაშვილი ვარ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მადლობა თქვენ. მადლობა.